ჩვენის ეს გულის მასე დრომედებას დრიქო ოდეონი ჩვენი გულები ხდება ოდეონი აღსასაული ხდება ამ პროექტს როგორც დღესასწაული მართლა ველოდები ხოლმე რა და აი მაგალითად ერთ-ერთი დღესასწაული რო ავიღოთ ჩვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აღდგომა იქნება თუ ახალი წელი იქნება რაღაც მოახლოებასთან ერთად რო ხშირად ფიქრობ და ხშირად ლაპარაკობ აი ესეთ რაღაცაზე ისე ახლა მოდელი ჩემთვის რა რომ მოახლოვდება ვიცი სადღაც ზაფხულში უნდა იყოს 1-2 თადრე გული ბიგძრობს ხოლმე ხალ მიკითხავ ხოლმე როდის არის როდის გვექნება მე ვფიქრობ ხოლმე რაღაცა და სიხარულით ველოდები რა ეს არ არის ჩემთვის კონკურსი ესე რომ ვთქვა არ მარტო კონკურსი არ არის ყოველ შემთხვევაში და არ არის რაღაცა ისეთი განწყობით მოსასვლელი რომ უნდა მოვიგო აქ არის როგორც მართლა თევზი წყალში რა თქვა რომ მივეჩვიე და რაღაცა ვიხარე ხოლმე გაცნობები აქაული კონკურსანტების ახალი კონკურსანტების ახალი თემა არის ჩემთვის აი რომ სიურპრიზი უნდა ამოვიდეს რაღაცა ესე ჩემთვის იმიტომ რომ მიყვარს და მეტი არაფერი და ვეცდები რომ კარგად წერო მაგრამ უსურებ ოდეონს რომ ახალი გამარჯვებულები ყავდეს ამას უსურებ და ქალბატონ ლიზას ძალიან დიდ პატივს ვწევ და ისედაც მის გვერდზე დგომა მისი პროექტის გვერდზე დგომა ჩემთვის არის დიდი მოვალეობა და პასუხისმგებლობა და დიდი სურვილი და ამასთანავე ოდეონი თავისი ცნობადობით ნელა-ნელა მინდა კიდე რომ უფრო მოძლიერდეს და აი ეს ყველაფერი აწერილებს და მონაწილეობას ვაღებინებს ამ პროექტში ახალწელზე შეიძლება ითქვას რომ უჩვეულო ამპლუაში ვარ ოდეონის ისტორიაში ყოველთვის მქონდა სურვილი რომ ალბათ ქვეცნობიერში მომიყო მონაწილეობა მაგრამ აერესოდეს ვერ შევბედე და რატომღაც მე-18 ოდეონზე მივეცი თავს უფლება ალბათ გავთავხედი რომ მეც ყოფილიყავი მონაწილე საინტერესო თემის სათაური გახლავთ აქ საკმაოდ ისეთი მოცულობითია და ბევრ რამეზე შეიძლება დაიწეროს თუმცა არ არის ადვილი წერა და განსაკუთრებით იქ სადაც გალაქტიონს დაუწერია რამე ალბათ მართლა თავხედობაა ჩემგან რომ დავწერო ფარცხლავში რაღაც ყოველ წელს ველოდები ხოლმე ამ დღეს და როგორც ყოველთვის დღესაც რაღაც ამაღლებ განწყობაზე ვარ მით უმეტეს დაიწყო გამორჩეულად პატარა ანუშკამ გვიმღერა ჰიმნი იმიტომ რომ დენი არ იყო და რაღაც განსაკუთრებული განწყობა შეგვექმნა და თან ისეთი გარემოა ჩემი მშობლიური გარემოა ჩემი მშობლიური სოფელი აგერ ჩემი ბებია ბაბუის საფლავებს უყურებ და განსაკუთრებული განწყობა მაქვს და რაც შემიძლია თემა ძალიან მომეწონა მადლობა ეს არმებით ძალიან ემოციური დღეა ისეთი ყოველ წელს განსაკუთრებულად ველოდები ოდეონის მოსვლას ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს პროცესი ამ საოცარ ადამიანებთან შეხვედრა ლევანდელი ოდეონით გამორჩეულია იმიტომ რომ ისეთ გარემოში ვარ ისეთ ადგილას გალაქტიონის საცხვის ქვეშ ამ დიდებული ტაძრის ჭრდილში რა ვიცი ამაზე მეტი мотивация და რა ვიცი განწყობა რამ უნდა შეგიქმნას ხომ ვერც წარმომიდგენია განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ იზას ამ იდეისთვის რომ დღეს ზუსტად აქ ამ ადგილში გვიწევს მუშაობა მიყვარს ეს პროექტი და ყოველთვის დიდი სიამოვნებით მომიხარია აქ მე-4 ვიღებ მონაწილეობას ოდეონში ყველაზე ბედნიერი და ემოციებით დაწესულია ხოლმე ეს დღე ჩემთვის ისევე როგორც ყველა ოდეონისთვის ვილოცავ ყველას დღევანდელ დღეს ყველას უსურებ წარმატებას და ოდეონი ყველას ერთად გვაბედნიერებს და მართლა ძალიან მაგარი პროექტია და როგორც ყოველთვის ყველა ჯერზე ახლა ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორს ამ ლამაზი პროექტისთვის და რა ვიცი დღეს ისეთი კარგი თემა გვაქვს და ისეთი მაგარ ადგილას ვარ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი კარგი ნაწარმოები შეიქმნება და ყველა ერთად ვისიამოვნებთ ამ ყველაფრით
მართლა განსაკუთრებული ოდეონი მგონია დღეს და ყველა მაპატიებს ალბათ ახლა მიკერძოებათ არ ჩამithვლიან, რადგან ფარცხნალელი ვარ და ამაყოფ ამით, იმიტომ რომ აი ამ ხეს, ამ მიწას, ამ ეკლესიას, ამ ეზოს, ამ ტერიტორიას ყველაფერს უკავშირდება ჩემი ბავშვობა და ყველაზე ლამაზი წუთები, ლამაზი წლები და ლამაზი დღეები მაკავშირებს აი ზუსტად ამ სოფელთან და ამ ადგილებთან, სადაც დღეს ჩვენ ვართ და განსაკუთრებულად ემოციურად ვარ დატვირთული დღევანდელ დღეს და ყველას უსურვებ წარმატებას. სალომე კალანდაძე მეორე წელია უკვე ოდეონში ვიღებ მონაწილეობას და ალბათ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მაინც მექნება ის განსაკუთრებული მღელვარება, რაც ამიტომაც მაქვს ბულოთ ვუსურვებ ყველა მონაწილეს წარმატებებს მართლა სულით და სულით. ისევ და ისევ ქალბატონ იზას ვუხდი მადლობას, რომ კვლავ მომცა შესაძლებლობა გამომეცადა საკუთარი თავი ამ არაჩვეულებრივ კონკურსში და მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ჩემს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ადამიანებს, რომლებმაც ამ დილით მთელი სულით და გულით გამომაცილეს და წარმატებები მისურვეს და ელოდებიან ჩემს შედეგს. გარემო ძალიან მომწონს, პირველად ვარ აქ და იმედი მაქვს რაღაც გამომივა. მიხარია ეს მე რამდენი ოდეონს ვესწრები უკვე და მონაწილეობ კი არ ვესწრები ხო და ამ ხნის კაცი რო კიდევ ახალგაზრდების გვერდში ვარ, ეს მიხარია. ძალიან ლამაზი პროექტია ქალბატონი იზას იესალმები მის ყოველ პროექტს და ყოველ წამოწყებას, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ყველაფერს ის იაკეთებს, რომ გულს და თვალს უხარია და ჩვენ ასე მიუყვებით მაგის რა თქმა უნდა ჩანაფიქს და შეძლებისგვარად ვეხმარებით პროექტის განხორციელებაში. მინდა რომ ამ კარგმა ახალგაზრდებმა წარმატებებს მიაღწიონ, კარგად იყვნენ, ჯანმრთელად იყვნენ და შემოქმედებით წარმატებებსაც უსურვებ თითოეულ მონაწილეს და რა თქმა უნდა თითოეულ თქვენგანს ქალბატონი იზას თამადობით. მადლობა. სტაბაჭდილებები თვითონ პირველ რიგში მადლობა ოდეონს და ამ შესანიშნავ გარემოს, რაც ყოველ წელიწადს და ყოველ ოდეონზე იქნება წელსამწუხაროდ მოგვიანდა ჩამოსულა ტრანსპორტის გამო. იმედია ნაყოფიერი იქნება დღევანდელი დღე ყველასთვის და ეს ერთი ლამაზი დღე დარჩება მოსაგონად ყველა მონაწილის და საზოგადოების მიერ და იმ მოგონებათა რიცხვს მიემატება, რაც ოდეონთან მაკავშირებს მე და თვითონ იმ ადამიანს, ვინც ერთად ერთხელ მაინც მიუღია ოდეონში მონაწილეობა. მოგესალმებით, მე ვარ ნათია კვინიკაძე და შესაჯარო სკოლის 12 კლასის მოსწავლე. ოდეონში უკვე რამდენიმეჯერ მივიღე მონაწილეობა, ეს არის ჩემთვის საუკეთესო დღე, იმით რომ ამ დღეს შემიძლია გამოვავლინო ჩემი ნიჭი, რაც მაქვს. დანარჩენებთან ერთად წერო იმ თემაზე, რაც მაინტერესებს, ამ ლიტერატურით ძალიან დაინტერესებული ვარ. მინდა ყველა ოდეონელს წარმატება ვუსურვო, ვარ მოტივირებული, საინტერესო სათაური გვაქვს და ბევრი მხრივ შეგვიძლია წავიდეთ ამ სათაურით. წარმატებები. პირველად ამ შეხვედრაზე ძალიან სასიამოვნოა, ისტორიული ადგილია, მithumეტეს ლაქტიონ ტაბიძის მიერ დარგული ხე, ყველაფერი სასიამოვნოა. ძალიან კარგი დადებითი აურა ვიგრძენი, სითბო, სიხარული და ძალიან მოხალული ვარ, რომ ასეთ კოლექტივი გავიცანი, რასაც კარგს გავაკეთებთ. ახალგაზრდები იქნება თუ ჩვენი ხნის ხალხი, ეს ჩვენ საქართველოს გამოადგება და ჩვენს მომავალს მეგიდე რაც შემიძლია ვეცდები რაღაც სასარგებლო გავაკეთოთ ჩემი სამშობლოსთვის. ჩვენზე დამოკიდებული თუ როგორ იქნება ჩვენი მომავალი. ეს მინდა
კურსში პირველად ვიღებ მონაწილეობას და ეს დღე ჩემთვის ემოციებით არის სავსე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დიდ გამოცდილებას მივიღებ და ისიც ძალიან მახარებს, რომ დღეს მე უკვე პირველად ხვდები ოდეონელი. მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონიზას, ამავე პროექტის ორგანიზატორს, ეს არის მართლაც ნამდვილად კარგი პროექტი, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას. ძალიან მახარებს ეს დღე, იმიტომ რომ ქალბატონი იზა ასეთ დღეს შესამჩნევ დღეებს არაერთს ქმნის და კიდევ რაღაც შექმნის და ღმერთმა სიკეთე მისცეს მას და ასევე მის მონაწილეებს აქ არიან ქართული სულის ადამიანები, ჭკვიანი ხალხი, გემრიელი ხალხი.